დღეს ასევე გამოვიკვლიოთ ვიდეო ჩანაწერი, რაზეც ჰაბიტოსკოპური ექსპერტიზას არის ჩატარებული და აღნიშნულ ვიდეო ჩანაწერებში გამოჩნდა, რომ ერთის მხრივ გიორგი თათარაშვილი და მისი თანამშრომლები დგანან შესასვლელში და ცდილობენ, რომ ძალადობრივი ჯგუფის მონაწილეებს არ მისცენ საშუალება, რომ შევიდნენ სასახლის ეზოში და ასევე იგერიებენ მათ. და ასევე ჩანს ორი ბრალდებული ბატონი ბექა და ბატონი მანუჩარი, რომელიც ფიზიკურ ძალადობას ახორციელებენ მათ შორის გიორგი თათარაშვილზე. ბატონმა მანუჩარმა თვითონაც განმარტა, რომ მე ვარ ის პიროვნება, რომელიც ფიზიკურ ძალადობას ვახორციელებ ერთ-ერთ დაზარალებულზეო. შესაბამისად, ყველაფერი სახეზეა. გვაქვს ვიდეო, სადაც ორი ბრალდებული ჩანს, გვაქვს ექსპერტიზა, სადაც რომელიც ადგენს, რომ ორივე ბრალდებული ეს პიროვნება, რომელიც ძალადობს პოლიციის თანამშრომლებზე, და გვაქვს პოლიციის თანამშრომლების გამოკითხვის სოქმები და მათ შორის სასახლის დაცვის თანამშრომლების ჩვენებები, რომლებიც მიუთითებენ, რომ მათზე იძალადეს აქციის მონაწილეობა. ძალიან დეტალურად ისაუბრა ჩემმა დაცვის ქვეშ ყოფნა აღნიშნულ ვიდეოსთან დაკავშირებით, ეჭქვეშ არ დააყენა ის გარემოება, რომ რეალურად ის არის ამ ვიდეოზე აღბეჭდილი და სწორად და ძალიან არგუმენტირებულად ახსნა გააკეთა იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ მოიქცა ასე. ანუ პრაქტიკულად აღიარა, რომ მათი მხრიდან სასახლის ღობის შიგნით მყოფი თანამშრომლების მხრიდან იყო პროვოკაცია, რაც გახდა მიზეზი მის მიერ აღნიშნული ქმედების განხორციელების. დღეს ვნახეთ ვიდეო ჩანაწერი, სადაც არც გინება ჩანს და არც პროვოკაცია დაცვის თანამშრომლების მხრიდან. ერთადერთი რაც ჩანს არის ის, რომ მანუჩარ მიქელაძე შედის სასახლის ეზოში და ფიზიკურ ძალადობას ახორციელებს იქ მყოფ დაცვის თანამშრომლებზე.